სინამდვილეში, რამდენი ადამიანია მსხვერპლა სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა რეპრესიებს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საარქივო მასალების გასაჯაროებამდე ზოგიერთი ისტორიკოსი თვლიდა, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირის რეპრესიებში დაღუპულთა რიცხვი 20 მილიონი ადამიანი ან მეტი იყო. თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა არქივებიდან გასაჯაროებული იქნა დოკუმენტირებული მტკიცებულებები და მკვლევარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათი შესწავლის უფლება და საშუალება მიეცათ. ეს დოკუმენტები შეიცავს ოფიციალურ ჩანაწერებს 799,455 სიკვდილით დასჯის შესახებ 1921-1953 წლებში. თანაც აქ გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა კავშირი შეიქმნა მხოლოდ 1922 წლიდან, ხოლო იოსებ სტალინი ხელისუფლების სათავეში 1924 წლიდან მოვიდა და საბჭოთა კავშირი მართა 1953 წლამდე. მის გარდაცვალებამდე სულ 29-30 წლის განმავლობაში. ამ 799,455 სიკვდილით დასჯიდან მხოლოდ ნაწილი მოდის სტალინის მმართველობის პერიოდზე, ხოლო ასევე დიდი წილი ლენინის პერიოდისაა. გულაგებში დაახლოებით 1,700,000 ადამიანი დაიღუპა ცხოვრების ცუდი პირობების გამო და არა სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. დაახლოებით 390,000 ადამიანი დაიღუპა დეკულაგიზაციის იძულებითი გადასახლების დროს. ამგვარად სტალინის საბჭოთა რეჟიმის პერიოდში დაფიქსირდა სულ ჯამში დაახლოებით 3,3 მილიონი მსხვერპლი. ისტორიკოს სტივენ უიტკროფტის კვლევის მიხედვით, ამ გარდაცვალებებიდან დაახლოებით მილიონი იყო მიზანმიმართული, სპეციალურად განზრახულად მოკლუმნი, ხოლო დანარჩენი მსხვერპლი გამოწვეული იყო უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის გამო. საბოლოო ჯამში ეს წყაროც ვერ იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტების მღაღადებელი გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით. ის რა თქმა უნდა, სავარაუდოდ გაცილებით მეტი იქნება. მასობრივი ხოცვა ჟლეტის მაგალითი იყო კატინის ტყის ტრაგიკული ისტორია, როდესაც წითელი არმია 1929 წელს აღმოსავლეთ პოლონეთში შევიდა. იქ პოლონელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ 1940 წელს წითელი არმიის ჯარისკაცებმა დაკავებული პოლონელები ტყვეთა ბანაკებიდან გამოიყვანეს და კატინის ტყეში დახვრიტეს. საბჭოთა ჯარისკაცებმა 20,000-ზე მეტი პოლონელი დახოცეს. შემდეგ კი ეს გერმანელებს დააბრალეს. 1941 წლის ივნისში NKVD-მ, ანუ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 34,000 ადამიანი ლიეტუვიდან, 15,000 ლატვიიდან, მათ შორის 2,400 ბავშვი და 10,000 ესტონეთიდან დააპატიმრა ან გადაასახლა. 1940-50 წლებში საბჭოთა სხვადასხვა სახის რეპრესიების მსხვერპლთა სრული რაოდენობა შემდეგი იყო: ლატვიაში 34,000, ესტონეთში 60,000, ხოლო ლიეტუვაში 75,000 ადამიანი. საბჭოთა რეპრესიები, რომ საქართველოსაც შეეხო, ამაზე უამრავი მასალა არსებობს და კოდის სხვა ეპიზოდში ვისაუბრებ უფრო დეტალურად.